ვინც გულდასმით აკვირდება სიწმინდის განახლების ლიტურგიას, ან როგორც ჩვენთან უფრო გავრცელებულია პირველ შეწირულის ლიტურგიას, მიხვდება განსხვავებას არა მარტო მსახურების თანმიმდევრობაში, არამედ არსშიც შეიძლება ასე ვთქვათ. როდესაც ჩვენ ვწირავთ, როცა ევქარისტიული საიდუმლოება აღესრულება, კვირადღეს, შაბათს, დიდ მარხვაში მარტო შაბათ-კვირას აღესრულება. და როცა დიდ მარხვა არ არის ყოველ დღე. როცა ჩვენ დგავართ, ვიწყებთ და მივისწრაფით ქრისტესთან ერთობისკენ, იმ ჭეშმარიტად უმწვერვალესი ღვთისმსახურებისკენ, რომელსაც პავლე მოციქული ასე საოცრად განმარტავს, დიდარს ღმრთის მსახურების საიდუმლოება, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და აი ამ რწმენით აღვსილნი მოვდივართ ევქარისტიულ მსახურებაზე, აი სწორხაზოვნად შეიძლება ასე ითქვას, მივისწრაფით იქითკენ, რომ ჩვენს თვალწინ აღესრულოს კიდევ ერთხელ ის საიდუმლოება, რასაც ქვია ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და მივიახლებით გარდასახულ ძღვენს, რომელიც უკვე ხორცი და სისხლია უფლისა და ამით, რა თქმა უნდა, ყველაზე უმთავრეს საქმეს აღვასრულებთ ჩვენსას, რისთვისაც საერთოდ სამყარო შეიქმნა. განსაკუთრებულია სიწმინდის განახლების ლიტურგია, ანუ პირველ შეწირულის ლიტურგია. აქ გარდასახვა არ ხდება. ჩვენ მსახურებთ მწუხრის ლოცვას უკვე გარდასახული ძღვენის გარშემო. და იქ სადაც, როგორც გითხარით, ევქარისტიულ საიდუმლოებაში ასე მივისწრაფით იმ კულმინაციისკენ მსახურებისა, როცა პური და ღვინო, ხორცა და სისხლად უნდა გარდაისახოს და ღმერთი გამოჩნდეს ხორცითა ამ საიდუმლოებას მივიახლებით. ამ შემთხვევაში გარდასახული ძღვენი უკვე ჩვენს წინაშეა. იგი წმინდა ტრაპეზია დაბრძანებული და მწუხრის ეს მსახურება, რომელიც თავისთავად გლოვარება სინანულის აღმნიშვნელია, ზოგადად ქრისტიანობა ხომ გლოვარება სიხარულია და მწუხრის ლოცვა სწორედ ეს არის, გლოვარება სიხარული, რომ გლოვარებაა სახელიც ესია, ხომ მწუხრი რაღაც თვითონ სიტყვის არსიც ამას მიგვანიშნებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა სასესხლურით შევდივართ, რა საგალობელი იგალობება ამ დროს, ნათელო მხიარულო, ანუ ღვთის განკაცებას ვიხსენებთ და ღვთის განკაცება კი სიხარულის მომნიჭებელია, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო, რომლის გამოც გლოვარებთ, განკაცდა, მაგრამ ამავე დროს იგი სიხარულის და მხიარულების მომტანია და იგი ნათელად იწოდება და არა უბრალოდ ნათელად, არამედ მხიარულ ნათელად, როცა სასესხლურით შედის მღვდელი. მწუხრი, რომელშიც მთავარი ადგილი გარდასახულ ძღვენს, ანუ უფლის ხორცსა და სისხლს უკავია. და ჩვენ რაღაც ესე სწორხაზოვნად კი არ მივისწრაფით ღვთისმსახურებისას, არამედ გარშემო, უფლის გარშემო მსახურებთ. ამიტომ პირველ შეწირულის ლიტურგია დასაწყისიდანვე საოცარი მადლისმიერი სითფოთი არის აღსავსე. მე ახლა ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვისაც ასე და ამგვარად არ გიფიქრიათ, შემდეგზე რომ მოხვალთ, ასე და ამგვარად იფიქროთ. თქვენს წინაშე გარდასახული ძღვენია, თქვენს წინაშე უკვე უფალია დაბრძანებული და ჩვენ მის გარშემო ვიმყოფებით, მის გარშემო შეკრებილები ვართ, მისი მადლით, მისი ჩვენდამი, ჩვენი მისდამის სიყვარულით, ერთგულებით გამთბარნი ვართ. აი ეს არის პირველ შეწირულის ლიტურგია, ჭეშმარიტად გლოვარება, სიხარულის მსახურება და ამიტომაც იგი ესე მაგნიტივით იზიდავს, შეიძლება ასე ითქვას ადამიანებს.